მილიონობით ადამიანი, რომელსაც დღეს ქუჩებში ვხედავთ, ატარებს დროშებს და გზავნის შეთხობინებას მტერს, რომ მტკიცედ უდგავართ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ძალიან მსურს რომ იქ მივიდე და ხელებზე ვაკოცო და მადლობა გადაუხადო თითოეულ ამ ადამიანს, ყველას, ვინც სიამაყით ასწია ირანის დროშა. ედრეს გუნწრფელად ვთქვი რომ მზად ვარ ჩემი სიცოცხლე შელწირო იმ ელდრიან პატარა ირანელ ბავშვს. ვიცი რომ თქვენგან ბევრიც იგივეს გძნობს. დღეს ჩვენ ძვირფას ხალხს ვეუბნები რომ მზად ვარ თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიმშვიდისთვის, თქვენი ღირსებისთვის. იმ დროშისთვის, რომელიც თქვენ აღმართეთ, არა მხოლოდ ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობებიც რომ იბრძოლონ და თავი შესწირონ, მაგრამ თქვენი ეს დროშა არასოდეს დაეცეს, მუდამ ამაყად და მაღლა იდგეს. დღეს სრულიად ნათელია რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყანას ომის ჩრდილი მოვაშოროთ და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოთ. მიუღებელია რომ ზოგიერთი იყოს უსაფრთხოდ, მაშინ როცა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ არ არის. ის ახლახან ჩამოვიდა თეირანიდან. მისი მუქარა სიტყვებში ძლიერად ჟღერს, მაგრამ ძალიან გავს სცენარს, რომლის დასასრულიც მსოფლიომ უკვე ერთხელ ნახა და ის დამარცხებით დასრულდა. მაიორ გენერალმა ამირ ჰათამიმ, ირანის არმიის მთავარსარდალმა, განაცხადა, რომ თუ მტერი დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, არც ერთი ჯარისკაცი არ უნდა გადარჩეს ცოცხალი. რაც ამ გაფრთხილებას პრაქტიკაში აჩვენებს, არის რეჟიმი, რომელიც ცდილობს ძალის დემონსტრირებას. ზუსტად მაშინ, როცა იზრდება შიში, რომ შეერთებული შტატები გააფართოებს ომს და ზეწოლას სხვა დონეზე გადაიყვანს. ამ მუგარას ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა აყენებს და ეს მომენტი შემთხვევითი არ არის. ბოლო დღეებში როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათასობით ამერიკელი სამხედრო დაიწყო ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა, მათ შორის 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები და დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა განხილვა ირანის ტერიტორიაზე ძალების გამოყენების ვარიანტებზე. მათ შორის ნავთობის მარშრუტების დასაცავად და სტრატეგიულ რეგიონებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ჰათამიმ. ეს განცხადება უსაფრთხოების განცდიდან არ გამომდინარეობს, არამედ შიშიდან, რომ ომის შემდეგი ეტაპი თეირანისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. სწორედ აქ ჩნდება პარალელი ერახთან. ირანის მუქარა ცდილობს აბსოლუტური სიმამაცის შთაბეჭდილება დატოვოს. მაგრამ ეს მოგვაგონებს იმგვარ ტრაბახს, რომელსაც ბაღდადიც იყენებდა 2003 წელს, სანამ გაანადგურებდნენ. ტარიქ აზიზმა, სადამ უსეინის რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეჭრა იოლის საქმე არ იქნებოდა და ეს იქნებოდა სისხლიანი და ხანგრძლივი ომი. შეჭრის პირველ დღეს სადამა ბუშს სიტყვით მიმართა და მასზე იერიში მიიტანა. თუმცა პრაქტიკაში შეერთებული შტატების შეტევამ რამდენიმე კვირაში გაანადგურა ერაყის სამხედრო აპარატი. როიტერსი იხსენებს, რომ შეჭრა დაიწყო 2003 წლის 20 მარტს, გაანადგურა ერაყის ძალები და სადამის სწრაფად ჩამოაშორა ხელისუფლებას. 9 აპრილს ბაღდადი უკვე ჯარების ხელში იყო. მაშ, რას აკეთებს ახლა ირანი? ის იმეორებს ძველ ფორმულას, რომელსაც იყენებენ კუთხეში მიმწყდეული რეჟიმები. ხმას უმატებენ, სრული განადგურებით იმუქრებიან და ცდილობენ მტრები და მოკავშირეები დაარწმუნონ, რომ სახმელეთო შეჭრა ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ეს კეთდება სამხედრო პროპაგანდით, აგრესიული რიტორიკით და საჯარო გზავნილებით, რათა აჩვენონ მაქსიმალური წინააღმდეგობის მზადყოფნა. მაგრამ ასეთი ტიპის ენა ასევე შეიძლება სისუსტესაც ამჟღავნებდეს, როცა სამხედრო ხელმძღვანელობას უწევს თქვას, რომ არავინ გადარჩება ცოცხალი. ის ცდილობს რიტორიკით აანაზღაუროს ის, რასაც სტრატეგიულ ველზე ვეღარ უზრუნველყოფს და დღეს სტრატეგიული მდგომარეობა უარესდება. თეირანისთვის დონალდ ტრამპმა ეს კიდევ უფრო ნათლად გამოხატა სატელევიზიო მიმართვაში, სადაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლოსაა თავისი მთავარი მიზნების შესრულებასთან. მან თქვა, რომ ირანს ძალიან მკაცრად დაარტყამს მომდევნო 2 ან 3 კვირაში და რეჟიმს დაუმუქრა, რომ დააბრუნებს ქვის ხანაში. როიტერსმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი თვლის, ირანი აღარ წარმოადგენს იმავე საფრთხეს, რასაც წარმოადგენდა ამ კამპანიის დასაწყისში. თუმცა ომი ჯერ კიდევ ღია და საშიშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ როცა თეირანი საუბრობს შესაძლო სახმელეთო ძალის განადგურებაზე. თეთრი სახლი საუბრობს ისე, თითქოს უკვე გატეხა მტრის ხერხემალი. სად შეიძლება ეს დაპირისპირება უფრო დიდი ძალით აფეთქდეს? როიტერსმა გაამხილა, რომ შესაძლო ვარიანტებს შორის მისიები, რომლებიც კარღის კუნძულს უკავშირდება, რომელიც ირანის ნავთობის გატანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მოქმედებები გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
ეს ნიშნავს, რომ ჰათამეს მუქარა აბსტრაქტული არ არის. ის რეაგირებს კონკრეტულ შესაძლებლობაზე, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ავიადარტყმებს მიღმა წავიდეს და შეზღუდული სახმელეთო ძალა გამოიყენოს რეჟიმის დასახჭობად. სად გძნობს ამას ყველაზე მეტად? რატომ არის ერაყთან ეს შედარება ასეთი მძიმე? იმიტომ რომ ბაღდადმაც დაშინებაზე გააკეთა ფსონი. ბაღდადმაც დაპირდა სასტიკ წინააღმდეგობას და ასევე სცადა გაეყიდა იდეა, რომ ამერიკელები აუტანელ ფასს გადაიხდიდნენ. მაგრამ საწყისი შედეგი საპირისპირო იყო. ერაყის სახელმწიფო დაიშალა. სადამი დაეცა და დედაქალაქი 3 კვირაზე ნაკლებ დროში აიღეს. სწორედ როიტერსიც კი აღნიშნავს, რომ როდესაც შეჭრა უკვე გარდაუვალი იყო, სადამმა თავის გენერლებს კითხა, შეძლებდნენ თუ არა შემოჭრილთა შეჩერებას 2 კვირით. ეს აჩვენებს, რომ საჯარო რიტორიკის მიღმა არსებობდა სუსტი მხარის გაცნობიერება. ირანის შემთხვევაში ეხლა შეგრძნება მსგავსია. რიტორიკა ძალაზეა, მაგრამ ტონი აშკარად შეშფოთებას გამოხატავს. ირანმა ახლახან გაიმეორა გამოწვევის ენა, რომელსაც ერაყი იყენებდა მანამდე, სანამ შეერთებული შტატები მას თავს დაატყდებოდა. თეირანი ცდილობს მუქარა შეკავება დაქციოს, ცდილობს მოწინააღმდეგეს შიში მიხიდოს, ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს სრულ დაპირისპირებისთვის მზად არის. მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ტრაბახი, როდესაც ის ძალიან გვიან და მზარდი სამხედრო ზეწოლის ფონზე ჩნდება, უფრო სისუსტის სიმპტომად ჟღერს, ვიდრე ძალის მტკიცებულებად. ერაყი მკაცრად საუბრობდა და გაანადგურეს. ეხლა ირანი საუბრობს ნებისმიერი მტრული სახმელეთო ძალის განადგურებაზე. ზუსტად მაშინ, როცა შეერთებული შტატები ზრდის ჯარებს, ამაღლებს ტონს და იქცევა ისე, თითქოს უკვე დაჭრილ რეჟიმს ხედავს.